სოფლიო ხელოვნების დიდ საგანძურს უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ერთი უბადლო მარგალიტი შეემატა. ანიმაციური ხელოვნება, იგივე მულტიპლიკაცია. რომელმაც მაყურებელი თავიდანვე მოხიბლა სოფლიოში და არა მარტო ბავშვები. მისი გამოჩენით მოხდა საოცარი რამ. ადამიანის ცხოვრებაში, მანამდე საუკუნეების განმავლობაში არსებული ზღაპარი, თხრობით თუ წერილობით გადმოცემული, ანიმაციური ხელოვნების მეშვეობით განხორციელდა. სწორედ ამ ზღაპრის განხორციელების ამბავს მოყვა შემდეგ საინტერესო ისტორია მთელს მსოფლიოში და აგრეთვე ჩვენთან საქართველოში, რომლის თავგადასავალიც გსურს, რომ ეხლა გიამბოთ აი ამ ინაჩანახატის მეშვეობით. ანიმაციის თავგადასავალი საქართველოში. იყო და არა იყო რა. იყო ასეთი რა. მის უნიკალურობას, მეცნიერებას და მის შვენიერებას, ხელოვნებას შეუყვარდათ ერთმანეთი და გადაწყვიტეს, რომ შეუღლებულიყვნენ. შეუღლდნენ და ეყოლათ 3 შვილი. უფროს შვილს, სერიოზულს, დაარქვეს დოკუმენტური კინო. მეორე შვილს თავისი უცნაურობის გამო ხან წუხარეს, ხან მხიარულს დაარქვეს ხატრული კინო. მესამე შვილს, ნაბოლარას, ყველაზე საყვარელს კი დაარქვეს ანიმაცია. ბოლოს სამივეს ერთი სახელი შეურჩიეს და უწოდეს კინემატოგრაფია. მოკლედ, ხელოვნების და მეცნიერების ტანდემის შედეგად კაცობრიობას მოევლინა კინემატოგრაფია. ანიმაციას ჩვენთან აგრეთვე მულტიპლიკაციას უწოდებენ. მულტიპლიკაცია ფრანგული წარმოშობის სიტყვაა და გამრავლებას ნიშნავს. აი ანიმაცია კი ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ითარგმნება როგორც გასულიერება. ანიმაციური ხელოვნების თავისებურებას მისმა შემქმნელმა უბადლო ოსტატებმა თავიდანვე მისცეს სათანადო შეფასება და ასე თქვეს. ანიმაციური ხელოვნება არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს მოძრაობის საიდუმლოს. კინოში მოძრაობას წარმოადგენენ. ანიმაციაში მოძრაობას ქმნიან. მოძრაობის საიდუმლოს შეცნობის სურვილის გამო ძველთაგანვე სხვადასხვა დროში და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები არაერთი მხატვარი ცდილობდა ნახატი გამოეხატა მოძრაობაში. მაგრამ უშუალოდ ნახატის რეალურად ამოძრავება მხოლოდ მე-19 საუკუნის შუაგულ პერიოდში შეძლეს ევროპელმა ფიზიკოსებმა, მხატვრების დახმარებით. მათ შექმნეს ხელსაწყო სახელად სტრობოსკოპი. შემდეგ უფრო დახვეწილი ზოოტროპი. პირველად ამან ტექნიკური სათამაშოს სახე მიიღო. მოგვიანებით ეს აღმოჩენა გააუმჯობესეს და უკვე ერთგვარი ატრაქციონის სახით ჩამოყალიბდა, რასაც კინემატოსკოპი დაარქვეს. სადაც უკვე პერსონაჟის ერთგვარი მოქმედებაც კი იყო წარმოდგენილი. ოღონდ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ მაყურებელზე თუ იყო გათვლილი და აი მე-19 საუკუნის მიწურულს გამოიგონეს ეგრეთ წოდებული ზღაპრული ფანარი. ემილ რეინომ ჯერ კიდევ კინემატოგრაფიის შექმნამდე 2-3 წლით ადრე 1892-93 წლებში შექმნა პირველი ანიმაციური სიუჟეტები, რაც უკვე ფართო აუდიტორიის წინაშე იყო წარმოდგენილი. ამ ახალ გამოვლენებას უწოდეს ოპტიკური თეატრი და შეიძლება ითქვას, რომ
ამით დაირწა მსოფლიოში ანიმაციური ხელოვნების აკვანი. ემილ რეინოს ოპტიკურმა თეატრმა იმ დროს ბევრი გააოცა და მას გამოუჩნდა მაყურებელი, მაგრამ 2 წელიწადში ეკრანზე გამოჩნდა სრულებით სხვა საოცრება, ძმები ლუმიერების კინო და ოპტიკური თეატრი ყველამ დაივიწყა. გავიდა მცირე ხანი და ისევ საფრანგეთში გამოჩნდა კაცი სახელად ისევ ემილი, ოღონდ სხვა ემილი, მხატვარი კარიკატურისტი ემილ კოლი. კარიკატურისტმა ემილ კოლმა შესანიშნავად გამოიყენა ვინმე უცნობი ამერიკელი კინოტექნიკოსის გამოგონება, ანუ უკვე არსებული ჩვეულებრივი კინოკამერა მან გადააკეთა და სხვა სახის ფუნქციები შესწინა. კერძოდ, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ერთი კადრის გადაღება იყო შესაძლებელი. პირველად ამ მეთოდის გამოყენებით კინოში სხვადასხვა უსულო საგნები ამოძრავეს და იმ დროისათვის მიიღეს განსაცვიფრებელი ეფექტი. შემდეგ კიდევ სხვა ეფექტი შესთავაზეს მაყურებელს, ანუ დაფაზე ცარცით, მხატვრის გარეშე თავისით იხატებოდა ნახატი. სწორედ ამ ფაქტორს აუღო ფრანგმა კარიკატურისტმა ემილ კოლმა და 1907 წელს შექმნა მსოფლიოში პირველი ნახატი ანიმაციური ფილმები. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აქედან იწყება მსოფლიოში ანიმაციის დაბადება უკვე როგორც კინემატოგრაფიის ხელოვნებისა. ცოტა მოგვიანებით, კერძოდ 1900 წელს ანიმაციური ხელოვნების საიდუმლო სამოცნობისთვის საწყისი ნაბიჯების გადადგმის ესტაფეტას შეუერთდა პირველი ამერიკელი ანიმატორი უინძორ მაკეი თავისი პირველი ამერიკული ნახატი ფილმით ჯერტი დინოზავრი. იმავე პერიოდში რუსეთში მცხოვრები ცნობილი ბალერონი ალექსანდრე შირაევი ასევე დაუკვირდა რა მსგავსი ტიპის კინოგამოგონებას, დაინტერესდა მისით და შექმნა მსოფლიოში პირველი თოჯინური ანიმაციური ფილმები. 2 წლის შემდეგ ვლადისლავ სტარევიჩის ოსტატობით იქვე შეიქმნა კიდევ უფრო დახვეწილი სახის ისევ თოჯინური ანიმაცია. 1907 წელს, როდესაც კაცობრიობას მოევლინა ანიმაცია კინოს სახით, ამავე წელს ქვეყანაზე დაიბადა ადამიანი, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა ანიმაციური ხელოვნების დამფუძნებელი საქართველოში. ეს ღირსეული ადამიანი გახლავთ ლადო მუჯირი. ლადო მუჯირმა 21 წლის ასაკში 1928 წელს მიატოვა სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორია, სადაც სწავლობდა და გულანთებული მივიდა თბილისის კინოსტუდიაში, ანუ მაშინდელ სახკინმრეწუში, იმისთვის, რომ ეკეთებინა ანიმაციური საქმე და სწორედ აქედან იწყება ანიმაციის თავგადასავალი საქართველოში. ეს 1929 წელია, როდესაც კოტე მიქაბერიძის ცნობილ ფილმში ჩემი ბებია პირველად გამოიყენეს 2D ანიმაციური ეპიზოდი. ამის შემდეგ ლადოს თაოსნობით სახკინმრეწუთან დაარსებულ მცირე ანიმაციურ სამქროში გაკეთდა რამდენიმე მცირე მეტრაჟიანი, ეგრეთ წოდებული აგიტ ფილმი, ანუ აგიტაციური ფილმი. მათ შორის გამოირჩევა 1930 წელს გადაღებული გაზაფხული. მართალია, ამ მცირე ნამუშევრებს არ გააჩნიათ მხატვრული ღირებულება, მაგრამ უდაოდ მათით იწყება ქართული ანიმაციის ისტორია. დიდი წვალების შედეგად შეძლო ლადო მუჯირმა, რომ საფუძველი ჩაეყარა საქართველოში ანიმაციური ხელოვნებისთვის. ძალზე დაინტერესებდა მას ხელოვნების ეს ახლად აღმოჩენილი დარგი, იმ დროს, როდესაც თავად მსოფლიოში ამ მიმართულებით მხატვრული თუ ტექნიკური კუთხით ჯერ კიდევ უამრავი რამ იყო ამოუცნობი, ბურუსით მოცული და გაურკვეველი. სწორედ ამ დროს დაიწყო ლადო მუჯირმა ურთულესი, მაგრამ ძალზედ საინტერესო საიდუმლოებით მოცული საქმისათვისება. როგორც იტყვიან, დაიწყო საქმე ნულიდან და თავის რამოდენიმე ენთუზიასტ ახალგაზრდა მეგობართან ერთად, რომელთა შორის იყო მისი მეუღლე სარა სპარსიაშვილი, შემდეგში ანიმაციური კინოს ოპერატორი, დაიწყო მან ანიმაციისთვის პირდაპირი გაგებით ბრძოლა.
ერთადერთი მისთვის ხელმისაწვდომი ადგილი, სადაც ლადოს შეეძლო რომ გაცნობოდა ანიმაციური საქმის უკვე ერთგვარ გამოცდილებას, ეს იყო მოსფილმთან არსებული მცირე მულტიპლიკაციური საამქრო, სადაც ლადო პერიოდულად სტუმრობდა. ეს საამქრო შემდეგში სოიუზ მულტფილმად წოდებულ მსოფლიოში ცნობილი სტუდიის სახით ჩამოყალიბდა. დადგა პირველი ქართული მხატვრული ანიმაციური ფილმის შექმნის დრო და 1935 წელს თბილისის კინოსტუდიაში გამოყოფილ პატარა ოთახში ლადო მუჯირის თაოსნობით დაიწყეს ფილმის გადაღება. ფილმისა სახელწოდებით არგონავტები, რომელიც იდეურად დასავლეთ საქართველოში და კერძოდ ფოთში იმ დროს არსებული დიდი ჭაობების ამოშრობის უზარმაზარ საქმეს ეძღვნებოდა. ეს ფილმი გამორჩეულია იმითაც, რომ მისი დამდგმელი მხატვარი იყო თვით ლადო გუდიაშვილი. სცენარი ლადო გუგუშვილმა დაწერა. ამიტომ იმ დროს კინოსტუდიაში თურმე ასე ხუმრობდნენ, რომ არგონავტები სამი ლადოს ფილმია. ლადო მუჯირმა არგონავტების შემდეგ გადაიღო ფილმი გაიწვერა. ხოლო 1938 წელს გადაიღო პირველი ფერადი არა მხოლოდ ანიმაციური, არამედ საერთოდ პირველი ფერადი ქართული ფილმი ჩიორა. სამამულო ომის პერიოდშიც კი შეძლეს რამდენიმე ფილმის გადაღება. ხოლო შემდეგ იღებდნენ უკვე ფერად ფილმებს. საინტერესო საქმის გასაცნობად მოვიდნენ თბილისის კინოსტუდიის ნახატი ფილმების საამქროში ქალთა მე-13 სკოლის მოსწავლეები. რეჟისორმა ვლადიმერ მუჯირმა სტუმრებს უამბობს შემდეგი: მულტიპლიკაციური ფილმების გადაღების დროს ყველაფერი დამოკიდებულია მხატვრის ფანტაზიაზე, რომელიც სცენარის მიხედვით პირველად ხატავს მოქმედების ადგილს, ანუ ფონს, შემდეგ კი 1953 წელს ლადო მუჯირი 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ამ გზაზე ძალზედ ბევრი დაბრკოლების გადალახვა და ბრძოლა მოუწია. შეიძლება ითქვას, რომ მან თავი შესწირა ანიმაციის დამკვიდრებას საქართველოში. მისი გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ კი ქართული ანიმაციური ფილმების სტუდია დაიხურა. ლადოს ძალიან უნდოდა, რომ ქართული ანიმაცია აეყვანა მაღალ აკადემიურ დონეზე. მსოფლიოში აკადემიურ დონედ დისნეი სტუდიის მიერ შექმნილი ანიმაციის სტილი თუ ითვლებოდა მხოლოდ. ამ მიზნის მიღწევაში დასახმარებლად მან სტუდიაში ანიმაციაზე სამუშაოდ მხატვრული კინოდან მოიწვია გენიალური აკაკი ხინთიბიძე. ლადო არ შემცდარა ამ არჩევანში, რამე თუ აკაკი ხინთიბიძემ თავისი უბადლო ნიჭიდან გამომდინარე შექმნა ბევრისათვის ძალზედ საყვარელი ანიმაციური შედევრები. ჩხიკვთა ქორწილი, ტრობა, წუნა და წუწუნა და კიდევ რამოდენიმე მშვენიერი ფილმი, რაც უდაოდ მიიჩნევა აკადემიურ დონედ და არის ქართული ანიმაციის კლასიკა.
გადმოსახდი გოგო ჩვენსა. არ მინდა. მეც დამწიე სანატრელსა. არ მინდა. გავაჩაღებ ქორწილს მალე. არ მინდა. გამომეცი, რას მაწვალებ? ნედა ბიჭო, რა გინდა? ნუ მაწვალე გო. გაწვალებ სიერედა. გოგო შენი სიყვარული გული როვესე მიღოლე. უიქა სიკვილია ბიჭო, ეგრე გამაგონე. რაფქნა თუ კი უშენობით მენება ცეცხლის ალიან. მე რა გიყო, რა ვიყონო, აბარა ჩემი ბრალია. ვარალი ვარალალო. გოგო შენი კითხები სიზდანი სილამაზე რა მომდაცე ფიქრები სიზდანი სილამაზე რა მომდაცე ოფსა არ ოფსა საკითხავი აი ეს არის ოფნაც რუცუნჯა დედამამე უფმაპური სონაში ვიდემება ვიდამება სონაში დასტასანა პინაცელია უშაკაკი ძედით მაოსნელია ეს იმ თვარეს გაუმარჯოს ძმის საშველად წასულ ძმას რომ გზას გაუნათებს მაშა ბატონო რაც გინახა ვეღარ ნახა უგეშინიათ მეგობრებო სანამ ერთად ვართ ერი ვერაფერს დაგვაკლებს რაც ტყობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია დიდი ძალისხმევა დასჭირდა მის მოწაფეს დამსახურებულ ანიმატორს ვახტანგ ბახტაძეს რომლის ფილმებიცაა ხელმარჯვე ოსტატი ო მოდა გოგონა და ბატი და კიდევ სხვა მრავალი ფილმი დახურვიდან 3 წლის შემდეგ 1956 წელს თბილისის ანიმაციური ფილმების სტუდია რომ აღედგინათ სტუდიის აღდგენით ქართული ანიმაციის ისტორიაში იწყება სრულიად ახალი ეპოქა აპრეშუნის თეთრიჭია იცით რა კარგი ბიჭია ჭიანწელა თავის ჯარის უძლებელი ვინმე არის გინახავთ ნახატი ფილმები მარიკო და ზურიგო ურშა ხელმარჯვე ოსტატი ამ ფილმებს ქმნიან კინოსტუდია ქართული ფილმის მულტიპლიკაციის სამგროში ახლა მუშაობენ ფილმზე რომელსაც ეწოდება ხელმარჯვე ოსტატის კონცერტი ამ ფილმში ხელსაწყო იარაღები მონაწილეობენ როგორც მოქმედი პირები. ეს კი მთავარი გმირია ხელმარჯვე ოსტატი. მაგრამ ეს ხომ ნახატია და როგორ შეძლებს თუნდაც ფეხის გადადგმას. შეძლებს, ნამდვილად შეძლებს. აქ მთავარია მხატვარმა მოძრაობა მუსიკის რიტმს შეუფარდეს. აბა კარგად დააკვირდით? პირველ ნახატში ფეხი როგორ მდგომარეობაშია, მეორეში წინა, მესამეში კიდევ უფრო და ასე შემდეგ. ამიტომ მოქმედი პირის ოდნავ შეცვლილი მდგომარეობა ცალკე იხატება. წარმოგიდგენიათ, რამდენი ნახატის შესრულებაა საჭირო? 10 წუთიანი ფილმისათვის საჭიროა დაახლოებით 50,000 ნახატი. მხატვრები ყოველ წვრილმას დიდი სიზუსტით ასრულებენ. ნახატი ცელულოიდზე გადააქვთ. აქ კი შესაბამისად აფერადებენ. მაგრამ გმირებს ხომ სამოქმედო ასპარეზიც ესაჭიროებათ. და იმ მხატვარი დეკორატორი სწორედ ამაზე ზრუნავს.
კინოოპერატორი თვითოულ ნახატს კინოფირის თვითოულ კადრზე იღებს. და ეს ნახატები ასე ცოცხლდებიან ეკრანზე. თქვენს წინაშე არიან ახალი ფილმის მონაწილენი. ამ ფილმს იანვრის შუა რიცხვებში ნახავთ ჩვენს ეკრანებზე. იმდენად მოეწონა ჭანჭიკებისგან შემდგარი ტექნიკური ტიპი ანიმაციური პერსონაჟი, იგივე ჭანჭიკელა, რომ მისი პირველი სერია სახელწოდებით ხელმარჯვე ოსტატი, გადაღებული 1958 წელს, შეისყიდა ამერიკის ერთ-ერთმა ტელევიზიამ და უჩვენებდა ამერიკელ მაყურებელს. When all the toys in the world are working okay, I'll see you again. Goodbye. ქართული ანიმაციის სივრცეში გამოჩნდა ბევრი მოსაწონი პერსონაჟი. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი თაობის ანიმატორები საქართველოში უფრო საბავშვო ანიმაციის შექმნაზე იყვნენ აქცენტირებული, ვიდრე ეგრეთ წოდებულ ანიმაციაზე უფროსებისთვის. რეჟისორი ოთარ ანდრონიკაშვილი. თავიდან ჩვენ სტუდიაში იქმნებოდა მხოლოდ ნახატი ფილმები. მაგრამ 1962 წელს რეჟისორმა შალვა გედევანიშვილმა, რომელიც ასევე მხატვრული კინოდან მოვიდა ანიმაციაში, შექმნა არაერთი საინტერესო ნახატი ფილმი. მან გოგი და გივი კასრაძეებთან ერთად, რომელიც ერთმანეთის მხოლოდ მოგვარები იყვნენ, შექმნეს პირველი თოჯინური ფილმი სიკო და ნიკო,
რის მერეც თბილისის ანიმაციური ფილმების სტუდიაში დაიწყეს აგრეთვე თოჯინური ანიმაციის კეთება. ანიმაციის ამ მიმართულებით ჩვენთან ძირითადად კარლოს ულაკაური და აგრეთვე გოგი და გივი კასრაძეები მუშაობდნენ. კარლოს ულაკაურის ცნობილი ფილმები ბომბორა იწყებს სწავლას, სალამურას თავგადასავალი და კიდევ სხვა მრავალი არაერთი თოჯინური ფილმი გამორჩეულ ადგილს იკავებს ქართული ანიმაციის ისტორიაში. განსაკუთრებით გამოსაყოფია მუსიკალური ფილმი საზამთრო. მოვედი და ჩემს ზესტიცავზე ვერთელა და მიწამ თვალი და ჰაჭკიდა რირა ვორერა ვაგროვე ფულს როგორ ელექტრონია დაბრუნდი? აი, ია. მყარი რა ქვია? ბაია, შენა? სალამურა. რა კარგია ეს ქვეყანა, რა კარგია ეს ქვეყანა. ღამე წავпатილა მოდის პაწაწინა ეს ჩავაგდებ. აბა ნახე რა მოდის რირა ვორერა გივი კასრაძის ფილმებიდან დიდსა თუ პატარა მაყურებელს ძალზე შეუყვარდა ფილმი კომბლე. კომბლებს ვიდა ასე უმღერი, მე არა მაქვს სხვა ქონება, კომბლებს გარდა არც კი მინდა სხვა სიმდიდრის გაგონება და ვენაცვალეთ ჩემს საჭრელას, ლამაზი აგულკეთილი, რის განგვიცავს ეს კომბალი ჩემი ხელით გამოთვლილი და ხელს ვერ გახლებს ჩემო ოჭრელა, დათვიმგელი ტურამელა, აბა ვინმე გაგეკაროს, თავში დამწყებ კომბალს ყველას. მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა, თენდება თუ ყამდება, შემწვარი და მოხრაკული სიზმარშიც მელანდება სვადები და ჩახოხბილი ცხელი შოთის პურები ხიზილალა ჩურჩხელები ღვინით სავსე ჩურები რა ძლიერ გამოვძახი აი ეს მის ცხოვრება აბა ერთი კიდევ ჩამოთ ჩემი ღიმის ცხოვრება რაც შეეხება გოგი კასრაძეს, მისი თოჯინური ფილმები გამოირჩევა სითბოთი და სიკეთით. ხოლო მისი ყველასათვის საყვარელი ნახატი ფილმი მე წვიმად მოვალ, ანუ ბუდა თოვლის გუნდა დაუვიწყარია ჩვენი მაყურებლისთვის განურჩევლად მისი ასაკის. გუდა თოვლის გუნდა მე თამაშობს ვისაც უნდა ცისარტყელები ათასფერები ვირბინოთ ვიცინო პატარა ქალო ჯერ გავითვალოთ იწილო ვიწილო ვეცდობიან თებს
ვუმღერებთ ლამას სიმღერებს შობს გავიგით გზებს თაზე დაგიკრებთ ყვავილებს თოჯინური ფილმის ოსტატებმა გოგი და გივი კასრაძეებმა გადაიღეს კიდევ ორი თოჯინური ფილმი ერთობლივად. მათ შორის ფილმი სახელწოდებით საიდუმლო, სადაც გოგი იყო რეჟისორი, გივი კი მთავარი, ანუ პერსონაჟის შექმნელი მხატვარი, რომელიც ეკრანზე გამოსვლისთანავე ყურადღების ცენტრში მოექცა არა მარტო მაყურებლის, არამედ პროფესიონალთა, მათ შორის უცხოელ ანიმატორთა თვალთა ხედვაში, რადგან ფილმში მოქმედებს მხოლოდ ერთი პერსონაჟი, რაც იმ პერიოდში სიახლე იყო ანიმაციისთვის. შემდეგი ერთობლივად გაკეთებული ფილმი გივი და გოგი კასრაძეებს გამოვიდათ შეუდარებელი. მათი მგელი და კრავი თავიდანვე გახდა ქართული ანიმაციის უბადლო მარგალიტი. აიღიმის ჩიტი გალოფსელია ეშრიალა ნაირ ფერია ზე ამოდის ყვავილები მღერია Delian Aura cari Mesirpili minda Irvine cemo kudraca Sedamnatesida Mesicili minda Aha ზოგადად ანიმაციაში მოსული მხატვრები თუ ანიმატორები შემდეგ ხშირ შემთხვევაში ხდებიან ფილმის დამდგმელი რეჟისორები. ასე იყო ჩვენთანაც არაერთგზის. მაგალითად, ბორის სტარიკოვსკი, ჯერ იყო ხინთიბიძის ფილმების მთავარი მხატვარი, შემდეგ გადაინაცვლა რეჟისორობისკენ და შექმნა მრავალი ცნობილი და მხატვრული ღირებულებით გამორჩეული ფილმი. კატა და ლომი, როგორ ჩავარდა სპილო ორმოში, ნაცარქექიას თავგადასავალი, კვეხარათა გუნია და მრავალი სხვა. ნაცარქექია არის ბრექია წალობს მეტი და ღისმათი სვარაღავ გზანის მეტი მრავალი მშვენიერი ფილმის ავტორია პირველი თაობის ასევე ჩინებული წარმომადგენელი გაბრიელ ლავრელაშვილი. მისი ფილმები მაყურებელმა თავიდანვე შეიყვანა, რაც ბევრი სიხარულით უცქერს. შაქრო და ზაქრო კაცი და ლომი ბოლოს ყველასათვის დასამახსოვრებელი ხუშა გაკოყოჩდა. დგება 60-იანი წლები და მსოფლიო ანიმაციაში და ასევე ჩვენთან დგება ჟამი, ასე ვთქვათ, დისნეის სტილის გავლენიდან თანდათან თავის დაღწევისა.
ეს მოძრაობა პირველად თავად ამერიკაში დაიწყო და მოხერხდა იმით, რომ ანიმაციაში სამუშაოდ მოიწვიეს სხვადასხვა სტილში მომუშავე მხატვრები. ამით დაიწყო მსოფლიოში და აგრეთვე ჩვენთან ანიმაციური ხელოვნების მხატვრული სახეცვლილება. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ქართული ანიმაციის წიაღში ახალი თაობა, რომლებმაც 60-იან, 70-იან წლებში და შემდგომ პერიოდშიც საკმაოდ განსხვავებული სახე მისცეს ქართულ ანიმაციურ ხელოვნებას, ფორმითაც და შინაარსითაც. ესენი იყვნენ ილო დოიაშვილი, ბონდო შოშიტაიშვილი, მერაბ სარალიძე, Machuque, voy al gabeto. ეს რამე მართება, მუხლი მეკვეთება, სული მეხუთება, გული მინდის და ფლად დავიღუპები, ეს ყმაწვილი თუ არ ჩამეხუტება. It's Gogo. This is Michi. Კიდევ Gogo. This is Michi. კიდევ Gogo. იოსებ სამსონაძე, ლუის ფერნანდესი, კოტე მაცაბერიძე, აბა, ვემზადეთ. აკეთ. არის. შადიმან ჭავჭავაძე და და ცნობილი ეგრეთ წოდებული სამეული, ანუ ქოჩაკიძე, ჩიკვაიძე და სლავინსკი. კვირიდან კვირამდე დოქში კი ღვინო დგას პირამდე საქმე არ სადგაიქცევა ამ თვის ახვალე ღვინოს დროზე თუ არ დალევ აცმარდება მალე მოვდივარ ეს ამარ რაც ამარ ჭირდებით გიშველით ფიცავარ სოფლის ვირთებზე ავიკიდე არ გეღუნოთ ვინმე შეუშინდე 9-მდე მიწის ქვეშ ვარ კიდევ ჰეი შოუბერი საქმე აღარ იცის სიტყვა სიტყვი არ ჭირდება ვიცი კიციც მაცურიც ვიცი ჰეი მათ შორის იყო აგრეთვე ახალგაზრდა რეჟისორი მიხეილ ბახანოვი.
მისი რანინა მხატვრული ღირებულებით ძალზედ გამორჩეულია ქართული ანიმაციის წიაღში. აბერტი კიდე ვიმღერე როგორ ამღეროდი ასე უნდა სიმღერა გიდაია ამ თაობის ანიმატორებს ინტერესი ჰქონდათ, რომ ანიმაცია მეტად უფროსებისთვის შეექმნათ ვიდრე ბავშვებისთვის. მათი ნამუშევრობის უმეტესობა სატირული ჟანრისა. რაშავი, ბიჭო აბსენტი რაშავი, მელვინის მას მივეძალე, შენი კი ამშორდი. Mama. Veronese Donatello Parurora Pucacca La 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 Open up, honey, get your lover boy, me, that's knocking. You better listen to me, sugar roller, catch her at the high school rockin'. Now, honey, get your boppin' stew, for the jukebox blows a few. Well, everybody's hopping, everybody's bopping, bopping up a high school hop. Yeah, bopping up a high school hop. Yeah, I'm gonna shake it tonight, honey, I'm gonna give you some new. I'm gonna now, we're gonna move at the high school hop. We're gonna shake at the high school hop. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქცენტი უფრო სატირული ჟანრის ანიმაციაზე ჰქონდათ, იგივე თაობის ანიმატორები გულმოდგინედ ქმნიდნენ ფილმებს აგრეთვე უმცროსი თაობის მაყურებლისთვის. აბა, როგორი უნდა იყოს
დათვი დაფრიშუნი მცემსო დაფრიშუნი ქართული ანიმაციის ისტორიაში არის ერთი ესეთი ღირსშესანიშნავი ადგილი, როდესაც 60-იან წლებში სტუდიაში სამუშაოდ მოვიდა, როგორც მას უწოდებდნენ, დიდი მიშა ჭიაურელი, რომელმაც თავისი ნიჭით და კინემატოგრაფიული გამოცდილებით შექმნა არაერთი ძალზედ კარგი ანიმაციური ფილმი. როგორ მარხავდნენ თაგვები კატას, რწყილი და ჭიანჭველა, განთიადის მომღერალი, ქირურგი მამალი, მოხერხებული კურდღელი და მრავალი სხვა. იმავე პერიოდში ანიმაციას სამუშაოდ მიაშურა იმ დროს ერთადერთმა ქალმა რეჟისორმა, უნიკალურმა საბავშვო მხატვარმა ნელი ოქროპირიძემ. მისი კეთილშობილური მხატვრობის აპლიკაციური სტილი წარმოდგენილი რამოდენიმე ფილმის სახით, მათ შორის ცნობილი ექიმი თხუნელა, პატარებისთვის ძალზე სასიკეთო აღმოჩნდა და საყვარელი. ხოლო მისი ნამუშევრების სახით ქართულ ანიმაციას შეემატა აპლიკაციური მეთოდით, ანუ ეგრეთ წოდებული ბრტყელი მარიონეტის გამოყენებით გაკეთებული ანიმაცია. შენი გაიხარ შენა. ამიერიდან უღარაფრის საგეშირია პატარა. აქ არა ვართ შენი მეგობრები. ეს ფრთები ისე უნდა მომიხატო, რომ ჩემზე ლამაზი პეპელ არ დაფრინავდეს. სალამი ბაბუაძე! ცალკე უნდა აღინიშნოს ანიმაციურ ხელოვნებაში ოპერატორის პროფესია. ჩვენ სტუდიაში ესენი იყვნენ ლუბა კვალიაშვილი, სარა სპარსიაშვილი, შოთა კილაძე, ვიოლა ქაროსანიძე, ცირა კენჭიაშვილი, გია ჯაგარბეგოვი, ცისანა მღებრიშვილი, რომელთა ოსტატობითაც კინოფილმზე ფიქსირდებოდა ცალ-ცალკე გადაღებული ათასობით კადრი. თითქმის საუკუნის განმავლობაში ქართულ ანიმაციაში იმდენად ბევრნი იყვნენ ამ საქმის უბადლო ოსტატები და უბრალოდ მშრომელი ადამიანები, რომ მათი სახელების ცალკე მოხსენება თქვენს წინაშე წარმოჩენილ კინოჩანახატის ფარგლებში შეუძლებელია. ეს არის ის, რაც მოკლედ შეგვეძლო გვეთქვა ამ შემთხვევაში მათი საკმაოდ რთული სამუშაოს შესახებ, რომელთაც მუშაობისას ისე დაათენდებოდათ ხოლმე თავზე, რომ ვერც კი იგებდნენ ამას.
ჩვენ ყოველ მათგანს, მათ ხსოვნას, ყოველ ნაშრომს გულთადად პატივს მივაგებთ. ხოლო მათი 8 წლის და ძვირფასი ნაშრომების უკეთესად წარმოჩენისთვის კარგი იქნებოდა მომავალში ისეთი სატელევიზიო გადაცემის აღდგენა, როგორიც იყო ადრე მაგალითად ულტ პანორამა. როგორც ყოველთვის, აქაც ამ შემთხვევაშიც ქართული ანიმაციის მშვენივრად წარმოდგენისთვის უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკალურმა ხელოვნებამ. ქართველმა კომპოზიტორებმა ქართული ანიმაციისთვის ისეთივე უნიკალური მუსიკალური შედევრები შექმნეს, როგორც კინოსთვის და ხელოვნების სასცენო სხვა დარგისთვის. ოთხმოციანი წლების დასაწყისში გამოჩნდა ახალი თაობის ანიმატორთა ჯგუფი. დათო თაყაიშვილი, ლევი კოჭყონია, რეზო გვარლიანი, ლადო სულაქველიძე და დავით სიხარულიძე. ჯგუფის ხელმძღვანელები იყვნენ ცნობილი კინორეჟისორები გელა კანდელაკი და თამას გომელაური. მათი თაოსნობით თეატრალურ ინსტიტუტში დაარსდა ანიმაციის ფაკულტეტი, სადაც მიიღეს ეს ახალგაზრდების ჯგუფი. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ თავის ხელმძღვანელ გელა კანდელაკთან ერთად ჯგუფმა სტუდიაში გადაინაცვლა სამუშაოდ, სადაც მათ 80-იანი წლების პერიოდში შექმნეს სრულიად განსხვავებული ხელწერის ანიმაციური ფილმები. მათ მიერ შექმნილი ფილმები ხასიათდება როგორც ფსიქოლოგიური აზრობრივი ჟანრის ანიმაცია. მათი მოწადინებაც იმაში იყო, რომ უფრო მეტად უფროსი თაობის მაყურებლისთვის ეთქვათ თავისი სათქმელი ანიმაციის მეშვეობით, ვიდრე უმცროსი თაობისთვის. მათი ნამუშევრებიდან ერთ-ერთი ფილმი სახელწოდებით ჭირი, რომელიც დათო თაყაიშვილს ეკუთვნის, 1984 წელს კანის საერთაშორისო ფესტივალზე ნომინაციაში საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ოქროს პალმით დაჯილდოვდა. საინტერესოა ამ ხრივ ლადო სულაქველიძის დამაფიქრებელი ფილმები. კურდღელი გაიქცა კურდღელი. საკუთებით თან წაუღია. შეიფცარიელია. მოღალატე, გამყიდველი. არამსადა. ექსაცოდავი. ექვეშაფსია. ლევი კოჭყონიას გულითადი შემოქმედება. რეზო გვარლიანის გრაფიკული საინტერესო შინაარსის ანიმაცია. მიუხედავად იმისა, რომ ამ თაობის ანიმატორები ძირითადად ამ მიმართულებით მუშაობდნენ, მაინც არ გამორჩენიათ ბავშვები და მათ შემოქმედებაში არის რამოდენიმე ისეთი ფილმი, რომელიც მოეწონათ პატარებს. მაგალითად, იგივე დათო თაყაიშვილის ცნობილი ბაბილინა. აგრეთვე ოჯახი.
დავშვიდით, მიდიხარ. მიდივარ. კარგი, გაჩერდი. დაგეგმარდა. ხოლო ლადო სულაქველიძის მეფე და ჩიტი განსაკუთრებით საყვარელი გახდა მოზარდების. დავით სიხარულიძის ორმა ფილმმა ჩვენი მაყურებლისგან მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა, ესენია ბატი დასიკო და ბაბაჯანა. დაიყვი, შემართლა ბატო. ბატი ვარ, აგერე შენ თვითონ მოვარეთ შენ და აბა შენ ახარ. ბატი ვარ. Merci. ეს აკაი ხასამოვიდა. ალბათ, ბაკატომ ნიჭერდა, ენათ შეიძლება პატარასთან ესე უძველეს მოგწევა. ეგეთებითი კი. ხორმალი წინასეთი რამე. ჩვენ თუ გავბრაზდეთ მე. ჩვენ თუ გავბრაზდეთ, ეკრია მაგას. ხო გიფიქრია. ისე თუ არ გენ. გენ დავიდა. ბიჭო, რა დღეში ხარ? Saraks veniat. Ora dara kvaltanta. Deita. დადგა 90-იანი წლები და როგორც ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში, აგრეთვე ქართულ ანიმაციასაც დაუდგა დიდი სირთულეების ჟამი. მხოლოდ 10 ანიმაციური ფილმის შექმნა თუ შეძლეს იმ პერიოდში ჩვენთან სტუდიაში და ისიც დიდი წვალების შემდეგ. მაგალითად უნდა ვახსენოთ ბონდო შოშიტაიშვილის ფილმი ალიყური, რომელმაც შემდეგ ნიკას საერთაშორისო ფესტივალზე მოიპოვა გრან-პრი ნომინაციაში საუკეთესო ანიმაციური ფილმი. მერაბ სარალიძემ გადაიღო ფილმი საფრთხე. ვინც მოვიდა გაუმარჯოს. გაგიმარჯოს ჩემო ბატონო. წამოერთი კაი პური ჭამო, ჩვენი გაცნობა აღნიშნე. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. თითო ჭიქა დავლიო და აბა ისე სხვანაირად როგორ იქნება? ხოლო მხატვარმა და რეჟისორმა ამირა ნისიანმა შეძლო გაეკეთებინა ისეთი ფილმი, რომელმაც მაყურებელი ძალზედ გაახალისა. ამ ფილმის სახელწოდებაა „ძლეთამძლე“. ცალკე უნდა ითქვას იმ პერიოდში გოგიტა ჭყონიას მიერ რუდუნებით გაკეთებული პოეტური და სევდიანი ანიმაციური ნოველა „პიეროს ხამე“, რომელიც დახვეწილი ანიმატორის ქეთევან ბუაჩიძის მონაწილეობით.
თქვენი სიზმრების ქალაქში მაშინ მე შემივლია 10,000 როგორც თქვით, რთული პერიოდის პირველ 10 წლებში 10-ოდე ფილმის შექმნა თუ შეძლეს ჩვენმა ანიმატორებმა. მანამდე კი განსაკუთრებით 70-იან 80-იან წლებში ისე იყო განვითარებული ქართული ანიმაციის მდგომარეობა, რომ წელიწადში 7 ან 8 ფილმის გადაღებას ახერხებდნენ თბილისის ანიმაციური ფილმების სტუდიაში. უნდა ითქვას ისიც, რომ მე-20 საუკუნის განმავლობაში 200-ზე მეტი ქართული ანიმაციური ფილმია გადაღებული. მათგან რა თქმა უნდა, ყველა არ არის მხატვრული ღირებულებით გამორჩეული, ასე ვთქვათ, მაღალ მხატვრული დონის, მაგრამ სამაგიეროდ არც ერთი მათგანი არ არის მავნებელი მაყურებლისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. და რა კარგი იქნებოდა, რომ მოხერხდეს მათი უმეტესობის აღდგენა, რათა კვლავ წარმოჩინდეს იგი ქართველი მაყურებლის წინაშე, ხოლო შემდეგ თავისი მშობლიური ანიმაციის მნახველი ჩვენი მაყურებელი, დიდი თუ პატარა, თავად განსაზღვრავს, რომელი მათგანი არის მისთვის საინტერესო და რომელი არა. ეროვნული საუნჯის ამ ერთგვარი ასევე მარგალიტების მოძიების და აღდგენის პროცესი ნაწილობრივ დაწყებულია. საქართველოს ეროვნული არქივის და კინოსტუდია ქართული ფილმის მეშვეობით, რასაც სათავეში უდგას კინოფოტოფონო დოკუმენტების არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე, ხოლო ქართული ფილმის მხრიდან თანაშემწეობას უწევს დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი, პროექტის ხელმძღვანელი კინორეჟისორი გიორგი ხარებავა, მათ 250-ზე მეტი ფილმიდან ამჯერად მხოლოდ 20-ოდე ფილმის აღდგენა მოახერხეს. ხოლო როდესაც არქივის კინოდარბაზში განახორციელეს წინა საუკუნეში გადაღებული აღდგენილი ფილმების რეტროსპექტივა, დარბაზში მაყურებლის, მშობლების და მათი პატარების, როგორც იტყვიან, ტევა არ იყო მთელი კვირის განმავლობაში. ამ საჭირო და სასიკეთო წამოწყებას პროექტის ავტორებმა სიმბოლურად დაარქვეს რეანიმაცია. ქართული ანიმაციისთვის რთული პერიოდი 90-იანი წლებით არამოწურვა. 2000-იანებიდან მოყოლებული ძირძველი ანიმაციური ფილმების სტუდია გახდა სრულიად პარალიზებული და შემდეგ საერთოდ დაიხურა. მაგრამ მათ შორის ერთმა გამორჩეულმა ანიმატორმა ზაურ შენგელიამ, ასე ვთქვათ, ფარხმალი არ დაყარა. თავისი ნიჭით და გამოცდილებით, ხოლო გამოცდილება კი 80-იანი წლებიდან მოყოლებული უხვად ჰქონდა და აქვს, შექმნა არაერთი ანიმაციური ფილმი, რომელმაც მრავალი მნახველი გაახარა და კეთილად განაცხადა. თავზე წარგავეკეკა უთხრა გორებზე სახია და ახლა გვეიდან შეშტირა თვალით ხარგი ნახია ხიროგორ არა ბატონო დიდებას გამილახია და მის ფერადოვან ფილმებს სიმბოლურად უწოდებთ მარტოხელა ანიმატორის ანიმაციას. ზაურ შენგელია გულმოდგინედ აგრძელებს მუშაობას დღესაც, ოღონდ ისევ მარტო. თანადგომის გარეშე და ამიტომ გაუგრძელდა დაწყებული ფილმის დასრულება. მარტო მუშაობდა, რა იცი, როდის იქნება მზად. ისო როდესაც ანიმაციის კეთება ჩვენთან ძალზედ გართულდა, ცალკე მოწყობილი კერძო სტუდიის მეშვეობით, ანიმაციის კვლავ ამოქმედების საქმეში შეძლების დაგვარად ჩაერთო გამორჩეული შემართებისა და ხელწერის მქონე ანიმატორი, ბატი ტასიკოსა და ბაბაჯანას ავტორი დავით სიხარული.
მიწაზე. მან შემოიკრიბა იმ დროს აქ-აქ გაფანტული ახალგაზრდა ანიმატორთა ჯგუფი და გადაიღო სატელევიზიო ანიმაციური სერიალი კვაჭი კვაჭანდირაძე. რავა ბრძანდებით, ბატონო, რავა! ფილმის დამდგმელი მხატვარი და წამყვანი ანიმატორი არის ნიჭიერებით გამორჩეული ია გიგოლაშვილი. ანიმაციურ ხელოვნებაში მაღალ მხატვრულობის ნიჭით გამორჩეულმა ანიმატორებმა ცოლ-ქმარმა ლადო სულაქველიძემ და ნანა სამანიშვილმა მიუხედავად დღეს არსებული სირთულეებისა მაინც შეძლეს ორი ახალი ანიმაციური ფილმის შექმნა. პირველი ფილმის რეჟისორი თავად ლადოა. ფილმის სახელწოდებაა ფრანი. მეორე ფილმის რეჟისურა კი მის მეუღლეს ნანა სამანიშვილს ეკუთვნის, რომელიც ამავე დროს შესანიშნავი მხატვარი და ანიმატორია. ხოლო მისი ფილმის სახელწოდებაა ზომელია. ამ ბოლო წლებში საქართველოში გამოჩნდა ანიმატორების ახალი თაობა. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით ზოგიერთმა მათგანმა შეძლო მცირე ანიმაციური სტუდიის დაარსება. როგორც ვხედავთ, კერძო სტუდიებში მომუშავე ახალგაზრდა ანიმატორები ქმნიან უკვე თავისი ხელწერის და ხასიათით ახალ ანიმაციურ ფილმებს. ხოლო მათ ზოგიერთ ნამუშევარს საერთაშორისო კინოფესტივალებზე უკვე ერთგვარი წარმატებებიც კი ხვდა წილად. ვისია და დედასი, დედასი. რატომ მივარხარ ასე ძალიან? რატომ? უნდა გაცნობოთ ისიც, რომ საქართველოში არსებობს უკვე 3 საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი: ნიქოზის, ბათუმის და თბილისის. აბა დავხოთებით. სოფლის შენებას რაუნდა აი სიმღერის თმაუნდა კულტურის სამინისტრომ უკვე დაიწყო საქართველოში დღეს მოღვაწე ანიმატორების თანადგომისთვის რეალური ნაბიჯების გადადგმა. კერძოდ, 2022 წელს კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობისთვის გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ნომინაციაში ახალი ქართული ანიმაცია გამარჯვებულად გამოვლინდა თოჯინური ფილმის პროექტი, რომელიც კეთდება სულხან საბაურბელიანის იგავარაკების მიხედვით. განმახორციელებელია ახალგაზრდა რეჟისორი და ანიმატორი მარიამ ჩიჯავაძე, ხოლო ყოველივე ეს იმისთვის არის მოწოდებული, რომ ყვავინდებურად არსებობდეს ჩვენიერი ცხოვრებაში ბევრისთვის სასურველი და საყვარელი ქართული ანიმაციური ხელოვნება, რომელმაც თითქმის უკვე საუკუნის განმავლობაში უბადლო მარგალიტები შემატა ქართული კულტურის დიდ საგანძურს. ზღაპარი იყო, რაც რომ იყო, ასე იყო ანიმაციის თავგადასავალი საქართველოში. რაც იყო, რაც არის და რაც იქნება. ეს გრძელი ამბავი ჩვენ მოკლედ წარმოგიდგინეთ და ამასობაში
მეც ანიმაციად გადავიქეცი. საქმე გვაქვს ბატონო თქვენთან. საქმე თუ გაქვს, რა გემღერება? გვემღერება ბატონო, გვემღერება.